I was there. I have seen. I'm a witness. მე იქ ვიყავი, შემსწრე ვარ თუ როგორ ეკაჩებოდნენ ამერიკელები გერმანელებს ამ ომში, არ დაგავიწყდეთ, ეს არ ყოფილა თქვენი არჩევანი. მე არ ვიცი როგორ არის ეს ახლა გერმანიაში ინტერპრეტირებული, მაგრამ ომის მხარდამჭერი პოზიცია არ იყო თქვენი არჩევანი. თვითკანცლერი შოლციც კი უწევდა წინააღმდეგობას. მაგრამ რა მიზეზით? რატომ ჰქონდათ ამერიკელებს ომის დაწყების ინტერესი? მოდი დავუბრუნდეთ ფაქტებს. გერმანიის კანცლერი იბრძოდა კვირეების და თვეების განმავლობაში, რომ არ მომხდარიყო გერმანიის ამ ომში უფრო და უფრო ჩართვა. ბაიდენის დემოკრატების ადმინისტრაცია გვეკაჩებოდნენ ჩვენ ყველას, მე არა, მე წინააღმდეგობა გავწიე და გვერდზე გავდექი, მაგრამ გერმანელები აიძულეს ჩართულიყვნენ ამ ომში. მე ვუთხარი შოლცს და ყველას მაგიდის ირგვლივ მსხდომებს, თქვენ თუ დაყვებით ბაიდენისგან მომდინარე ზეწოლას და ჩაერთვებით ამ ომში, დადგება მომენტი, როცა ამერიკელები გაიწევიან და ჩვენ დავრჩებით მარტო. არ ქნათ ეს, სწორედ ამ სიტუაციაში ვიმყოფებით ახლა ჩვენ.